მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო პატარებო, მშობლებო, ყველას მოგესალმებით. როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენი საკვირაო სკოლის ბავშვებთან ერთად განვიხილავთ ხოლმე ამა თუ იმ მოთხრობას და ნახოთ დღეს რა გამოგვივა. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა იქნება სულგრძელება. მამა ეზოში იჯდა და წიგნს კითხულობდა. როდესაც მასთან მისმა პატარა გოგონებმა მიირბინეს და უთხრეს: მამიკო, იცი, გიორგი მეზობლის სათამაშო მოიპარა და ახლა თავის ოთახში ინახავს. იქნებ რამე სწორად ვერ დაინახეთ, ჩემო ტკბილებო, მალევე ნუ დაიჯერებთ ერთმანეთის დანაშაულს, არიგებდა მამა. არა, მამიკო, ნამდვილად ვიცით, რომ თავის ოთახში მალავს გიორგი მოპარულ სათამაშოს, წამოდი გაჩვენებთ და მამას მოგიდეს ხელი წაიყვანეს. მამა გაჰყვა თავის გოგონებს გიორგის ოთახში. მან იცოდა, რომ გიორგის განსაკუთრებით უყვარდა ერთი სკამი, რომელსაც თავი ეხდებოდა და სათამაშოების ყუთის ფუნქციასაც ასრულებდა. ესე იგი, ეს გიორგი თან მოწესრიგებული ბავშვი ყოფილა რა. თავის სათამაშოებს ყუთში ინახავდა, ისე კი არ ქონდა მიმოფანტული. იქ ინახავდა ხოლმე. ოთახში რომ შევიდნენ, მამა სწორედ იმ სკამზე დაჯდა, სადაც მოპარული ნივთი ეგულებოდა და გოგონებს უთხრა: მთელ ოთახში მოპარული სათამაშო მოეძებნათ. სად აღარ ეძებეს და ბოლოს იმედგაცრუებულები მამასთან მივიდნენ. ან რას იპოვდნენ მამა იმიტომ დაჯდა იმ სკამზე ალბათ, რომ იქ ეგულებოდა. ვერ ვიპოვეთ, მამა, გვაპატია, რომ ტყუილად დავაბრალეთ გიორგის სათამაშოს მოპარო. ხომ გითხარით, ჩემო გოგონებო, მალევე ნუ დაიჯერებთ ერთმანეთის დანაშაულს მეთქი. ამ ყველაფერს კარის ძღუბზე მდგარი გიორგი შეშინებული უყურებდა. როდესაც გიორგის დები ოთახიდან გავიდნენ, მამამ იხმო იგი და უთხრა: იცი, ჩემო კეთილო, შენს მეზობელ თომას საყვარელი სათამაშო დაუკარგავს. ვინ იცის, როგორ განიცდის და ნერვიულობს ამის გამო. ამის თქმა იყო და მამა ჩაფიქრებული სახით ოთახიდან გავიდა. მეტი არაფერი არ უთქვი, არც უსაყვედურა გიორგის, არც უთხრა შენმა დებმა ეს მითხრეს. უბრალოდ დაანახვა ის ტკივილი მეზობელი ბავშვისა, თომასი, რომ როგორ განიცდი და სათამაშო რო აღარ ქონდა. ეხა დაკარგა თუ მოპარეს თუ რა, ხო განიცდიდა რა. და გიორგი გაოცებული იყო მამის სიბრძნით და სიყვარულით, რომელმაც დაფარა გიორგის ცოდვა გოგონების წინაშე. ამ ტკბილმა შეგონებამ გიორგის მტკიცე გადაწყვეტილება მიაღებინა, რომ და 3 წერტილი. რა გადაწყვეტილება მიაღებინა, ჯერ ეს არ წერია, მაგრამ მოდი ახლა თავიდან მოვყვეთ, განვიხილოთ, მოდი ჯერ გოგონების საქციელი განვიხილოთ. კარგია თუ ცუდია? ან რა შემთხვევაშია კარგი, რა შემთხვევაშია ცუდი, მოდი ეს განვიხილოთ. აი მაგალითისთვის ვიტყვი. დავუშვათ. აი მაგალითად მარიამს ყავს უფროსი და ლუკა, უფროსი ძმა ლუკა ყავს მარიამს, ხო მართალია? ეხა მაგალითად აი მარიამმა რო დაინახოს, რომ ლუკამ რაღაცა მოიპარა. ჯვარი წერია ლუკასაც და მარიამსაც, მაგრამ დავუშვათ ეს დაინახა. და დავუშვათ მარიამი ფიქრობს, რომ მოდი ახლა წავალ და დავაბეზღებ, რომ მამა ეჩხუბოს ლუკას. ეგ ხო ცუდი საქციელი იქნებოდა. მაგრამ მოდი აბა პირიქით ვთქვათ. დავუშვათ მარიამს უნდა რომ ლუკას უშველოს რაღაცა, აი მარიამმა იცის რომ მოპარო ცუდია. და უნდა რომ ლუკას უშველოს და გამოასწოროს ლუკას ეს საქციელი, მაგრამ თვითონ ფიქრობს რომ მე ალბათ ლუკა არ დამიჯერებს და მამა დიდია და დაუჯერებს და მოდი მამას ვეტყვი, იმიტომ კი არა რომ ლუკა დასაჯოს. იმიტომ რომ ლუკას დაარიგებს, მოეფერება, ასწავლის როგორ უნდა და ლუკას გამოასწორებს. ანუ ერთი შეხედვით დაბეზღება ჩანს, მაგრამ გააჩნია რა შინაგანი мотивაციით, რა განზრახვით მივიდნენ გოგოები მამასთან, ხო მართალია? ანუ ადამიანი რასაც არ უნდა აკეთებდეს, თავი არის რა განზრახვით აკეთებს. აი მაგალითად, შენ თუ გაჭირებულთან მიდიხარ და ეხმარები, იმიტომ რომ ის დაპურდეს, ან რაღაც ჩასაცმელს აძლევ ის რომ გათბეს, კარგად იყოს, ეგ კარგი განზრახვა. მაგრამ თუ იმიტომ მიდიხარ რომ შენ დაგინახონ რომ აი ნახე რა მოწყალე კაცი ხარ, რა მოწყალე ბიჭი ხარ, მოწყალე გოგო ხარ, როგორ ეხმარები ნახე, როგორ აძლევ ჩასაცმელს, როგორ აძლევ პურს, თუ ეს გინდა რომ სხვებმა დაგინახონ და ამის გამო შეგაქონ,
ეგ ხო უკვე არ ვარგა, ხო ცუდი განზრახვა ეგ. იმიტომ აკეთებ, რომ შენ ტაში დაგიკრა და შენ შეგაქონდა. თუ იმიტომ აკეთებ, რომ შენ ესე იგი გაათბო ადამიანი, დააპურო ადამიანი, ეგ კარგია. გააჩნია შიგნიდან შენ რას ფიქრობ, რა мотиваცია გაქვს, რა გამოძრავებს. მოდი ახლა დავაკვირდეთ მამის აქციას. მამა რატო დაჯდა მაინც და მაინც იმ სკამზე გიორგის დრო სათამაშოების ყუთი ჰქონდა. არ დაენახათ თავისი ძმის მოპარვა. რო არ დაენახათ ის მოპარული სათამაშო გოგოებს, რო არ ეპოვათ და ეხლა მაგალითად აი თუ ყოფილხართ ეგეთ სიტუაციაში რომ რაღაც მოგიპარიათ და არ გინდათ რომ მამამ გაიგოს ან დედამ და დადგა საშიშროება რომ შეიძლება გაიგოს. აი როგორც გიორგი ხო კარებში იდგა და აკვირდებოდა რომ ბავშვები ეძებდნენ სათ. ხო შეიძლებოდა რომ ბავშვებს ეთქვათ გოგოებს რომ მამა იქნე მაგ სკამშია და მან თუ არ გვენახა. მაგრამ გოგოები ვერ ხვდებიან, იმიტომ რომ გოგოები ხო პატარები არიან და გიორგი დიდია და მამა მიცის მარტო რომ გიორგის ეგ ყუთი განსაკუთრებით უყვარს ეგ სკამი სათამაშოების ყუთი და ამ ბავშვებმა ეტყობა არ იციან იმდენად. ხო და აი რას იფიქრებდით გიორგის ადგილზე? ვინერვიულებდი და ვიფიქრებდი მაგ სკამთან არ მიხვიდეთ պետքի. ნეტა იქ არ მივხვიდეთ, ნეტა იქ არ მივიდნე, მაგას იტყოდი ხო? ეხლა შეიძლება იპოვონ და მეჩხუბონ მეთქი. ეხლა მე რაც უნდა ვთქვა, ეს შეიძლება სრულიად არ ეხებოდეს მას ამ თემას, მაგრამ ანუ მე ადრე ერთხელ გამიტყვა ჭიქა და ანუ არ ვეუბნებოდი სპეციალურად დედას რა და მე ანუ დედა შევიდა ოთახში და ანუ მე ნერვიულობდი მაგ დროს და მე რა ქვია რომ დაინახა ჭიქა გატეხილი მე გაბრაზდა და ანუ გაბრაზდა რა და მე როცა გადმოვარდება ხოლმე ჭიქა ან წყალი დამექცევა ხოლმე ეგრევე მე თვითონ მივიდივარ ხოლმე დედასთან რომ უთხრა რომ უფრო არ მეჩხუბოს ხოლმე ჯობია რომ უთხრა გულწრფელად უთხრა დედი გადმომივარდა დედას ეგ უფრო გაეხარდება რომ შენ მიხვალ და ეტყვი რომ აღიარებ ვაშკაცურად რა დედა შენი ვაშკაცობა უფრო უხარია ვიდრე მთელი ერთი ჭიქა კი არა მთელი ჭურჭელი ერთიანად ხო ხდები ჯობია შენი სული იყოს ჯანსაღი და ჯანმრთელი ვიდრე ჭურჭელი ხო ხდები რაზელა ან რაღაცა შეცდომა რომ მოგივა და შეცდომისგან დაზღვეული არავინ არ არის უნდა მიხვიდე ვაშკაცურად და აღიარო არ უნდა დაელოდო იმას რომ ანეხლა გაიგებს გახსოვთ ის მოთხრობა როა სამი ძმა როა ღვინო ბოცები რო დაემტრათ ხომ მივიდნენ და ვაშკაცურად აღიარეს და ხომ მათმა გულმა დაისვენა ამით ვიდრე შიში ჰქონოდა და ის ჰქონოდა მალე ნუ დაიჯერებთ ერთმანეთის დანაშაულს შეიძლება შენმა თვალმაც დაინახოს რომ ვიღაცამ რაღაც აიღო მაგრამ შენ არ უნდა ჩათვალო რომ მან მოიპარა შეიძლება ვიღაცამ სიტყვაზე რაღაცა თქვა, მაგრამ შენ არ უნდა თქვა, რომ ამან ეს ტყუილი თქვა, ან რაღაცა წინასწარ არ უნდა განიკითხო. ადამიანი, რასაც აკეთებს, ჯერ არ გოგოები ჯერ არ დაფიქრდნენ და დაუფიქრებლად უთხრეს მამას, რომ გიორგი თომას სათამაშო მოიპარა, მაგრამ ბოლოს მაინც ვერ იპოვეს სათამაშო. კი ბატონო. მოდი ახლა იცი რაზე დავფიქრდეთ. მამა რატო აკეთებს ამას? რომ აი თომაზე რატო უყვება გიორგის? მართა რატო უყვება თომას? იცი შენი მეგობარი თომა როგორ დარდობს რომ სათამაშო დაკარგა. რატო უთხრა ეგ? გიორგის თომასთვის სათამაშო დაებრუნები. სინდისი რომ გაეღვიძებინა და რომ მიმხვდარიყო რომ ეს აქციელი არ შეიძლება და მტკიცე გადაწყვეტილება მიაღებინა ამით გიორგის რომ სათამაშოს დაუბრუნებდა. ხო და ნახეთ მარტო სათამაშოს დაბრუნებაც კი არ არის მთელი ამბავი. გიორგის უნდა გაეაზრებინა თავისი საქციელის ცდარობა რომ მე რომ მინდოდა და მოვიპარე, მას ხო მოეწონა და იმიტომ მოიპარა, მაგრამ ნახე ამ მოპარვამ რა გამოიწვია? ვიღაცის ნერვიულობა და ტირილი გამოიწვია, ხედავ? და გიორგი რო დაფიქრდებოდა რომ ჩემმა საქციელმა ვიღაც დაამწუხრა და ტირის და ნერვიულობს, ამან მისი სინდისი გააღვიძა. რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ამის მერე ჩვენი გიორგი? ამის შემდეგ გიორგი იმ გადაწყვეტილებას მიიღებდა რომ თომასთვის მოპარული სათამაშო დაებრუნება. აებრუნებინა. კიდე რა გადაწყვეტილებას მიიღებდა? გაბრიელ, რა გადაწყვეტილებას მიიღებდი შენ გიორგის ადგილს?
მანქან რომ მოიპარა სათამაშო, ის მიხვდებოდა რომ ის ძალიან ნერვიულობდა თავის საყვარელ სათამაშოზე. რომ აღარ მოეპარა სათამაშო. რომ აღარასოდეს არ მოეპარა სათამაშო. მთავარიც ხო ეგ იყო. მთავარი იყო რომ გიორგი გამოსწორებული იყო, ხო მართალია. მამასაც ეგ უნდოდა. ხო და ეხლა ნახეთ რა, რო შევაჯამოთ. ესე იგი, აქედან ჩვენ ვსწავლობთ რას, რომ დაბეზღება არ ვარგა, მაგრამ თუ ადამიანის სიკეთისთვის აკეთებ, რომ მას უშველო, სიყვარულით თუ აკეთებ, ეს სხვა საქმე. მეორე კიდევ ვსწავლობთ იმას, რომ ადამიანს არ უნდა უსაყვედურო პირდაპირ. არამედ მისი სინდისი უნდა გააღვიძო, მამამ როგორც გააღვიძა. მისი ცოდვა დაუშვათ, ლუკა თუ რაღაცას დააშავებს, აი მართამ არ უნდა გაიგოს ლუკამ რაც დააშავა. ლუკას ისე უნდა გაარიგო, ისე უნდა შეაგონო, რომ მართამ არ გაიგოს, თომამ არ გაიგოს, გესმის? კი არ უნდა გაუხმაურო ადამიანს შეცდომა. მამამ ხო ეგ გააკეთა. თავის დებსაც კი არ გააგებინა, რომ მან მოიპარა. არა და მამამ ხო იცოდა რომ მოიპარა, მაგრამ მარტო გიორგი მიახვედრა. ისეთი რამე გააკეთა, რომ მარტო გიორგის გულს შეეხო და მიახვედრა. და ბოლოს ადამიანმა თავისი თავი სხვა ადამიანის ადგილზე უნდა დააყენოს. აი მაგალითად გაიარე და ვიღაცის დარგული ყვავილი ნახე. შენ რო იმას მოწყვეტ და რო გააფუჭებ, ესე იგი უნდა იფიქრო იმაზე, რომ ამის დამრგავი და ამისი პატრონი როგორ ინერვიულებს. გესმის? მარტო შენ სურვილებზე კი არა, მე ესე მომინდა და ფოთოლი მოგლიჯებ, ახი ამოვარტყი რაღაცა. უნდა იფიქრო ამის პატრონი როგორ ინერვიულებს და სხვის ნაშრომს უნდა გაუფრთხილდე.